უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის რეჟიმი კრემლი იბრძვის დასავლეთის წინააღმდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ დემოკრატიული პროცესები დისკრედიტაცია მოახდინოს და საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი დაიცვას. ასევე თავის გარემოცვაში, ანუ სამეზობლოში ცდილობს ეს ნარატივები გააღვივოს იმისათვის, რომ გარკვეული ბუფერული ზონა შეიქმნას და ეს დემოკრატიული პროცესები არ გავრცელდეს რუსეთის ფედერაციაში. ხო, ძირითადი აზრი ეს არის. გარდა ამისა, ის ცდილობს, რომ მსოფლიოში ავტოკრატიული ძლიერი სახელმწიფოები მოკავშირებად დაიყენოს და რაღაც ერთიანი ფრონტით ებრძოლონ დასავლურ ღირებულებებს და ამ დემოკრატიულ სამყაროს. ამისათვის პირველ რიგში მას-მედიას იყენებს ძალიან აქტიურად და აქაც ამის უკანაც სპეცსამსახურები არიან, რა თქმა უნდა, მის მიერ მართული ტელევიზიები, რომელსაც გლობალური დაფარვა აქვს და მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებშიც ყოველ შემთხვევაში 22 წლამდე საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და 22-ის მერე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ ევროპაში საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდა. ასევე სამთავრობო წრეებშიც. გარდა ამისა, ის ყოველთვის მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე წარმომავლობის პარტიებს და მათი ხელისუფლებაში მოყვანისთვის საკმაოდ დიდ ძალისხმევას ხარჯავს და ამის ფაქტებიც არსებობს იგივე გერმანიაში, იგივე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, ევროპარლამენტშიც კი საკუთარი წყაროები გააჩნდა პირდაპირ, რომელსაც გარკვეული გავლენების მოხდენა შეეძლოთ, რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე.